გაუწფელად რო ვთქვათ, მართლა ვერ წარმოვიდგენდი, როდესაც საქართველოში დავბრუნდებოდი საცხოვრებლად, აქაც თუ დამჭირდებოდა ადაპტაცია, მაგრამ ეს ასე არის. მაშინ, როდესაც მიდიხარ სამშობლოდან ძალიან შორს და იწყებ ახალ ცხოვრებას, იქ აუცილებლად გიწევს ადაპტაცია, უნდა მოერგო იქაურ გარემოს, იქაურ კულტურას, იქაურ ადამიანებს, იქაურ საკვებს, ჰაერს და ასე შემდეგ, თან შენი საკუთარი თავი უნდა შეინარჩუნო და ასევე უნდა განავითარო, ანუ საკმაოდ გრძელი, რთული პროცესია, რომელიც აუცილებლად იწვევს ჩვენს თავში დაზიანებას და ამ პროცესებში, როდესაც ვართ ჩვენ, იქ უკვე აღმოვაჩენთ ახალ ჩვენს რუტინას, რომელიც აუცილებლად გვიყვარდება, იმიტომ რომ ამ რთულ პროცესში რაღაც კონკრეტული რუტინა ჩვენ გვამშვიდებს. მიუხედავად ამისა, ყოველთვის მე პირადად ვფიქრობდი სამშობლოში დაბრუნებაზე. როდესაც ვფიქრობდი საქართველოში დაბრუნებაზე, ვერ წარმოვიდგენდი თუ საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქ ადაპტაცია მომიწევდა. რა თქმა უნდა მომიწია და რა თქმა უნდა ამ პროცესებში ვარ მე დღესაც, იმიტომ რომ დავბრუნდი ბევრად გაზრდილი, ბევრად შეცვლილი, ცოტა სხვანაირად ვფიქრობ რაღაცებს. ხშირად მომდის ხოლმე მესიჯები, არ გენატრება ამერიკა, იქ სადაც ცხოვრობ, იქ სადაც იზრდები, იქ სადაც გადიხარ რთულ პროცესებს და არა მხოლოდ რთულ პროცესებს, რა თქმა უნდა, იქაურობაც გენატრება. ამიტომ ვამბობ, ძალიან რთული არის წახვიდე საზღვარგარეთ საცხოვრებლად. იქ თავი დაიმკვიდრო, შემდეგ დაბრუნდე, მერე აქ თავი დაიმკვიდრო, ეს არის ურთულესი პროცესი, ამიტომ ვსაუბრობ ამდენს, ამიტომ ვაკეთებ ამ გადაცემას, რომ ადამიანები სანამ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ ავდგეთ და წავიდეთ სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად, ვიცოდეთ აი ამ ყველაფერს, რა სირთულეები შეიძლება რომ თან ახლდეს.